დილამშვიდობისა გათენდა. ახლა არის დილის 6 საათი პოლონეთში, საქართველოში იქნება დილის 8 საათი. ჯამში ნორმალურად მეწინა 6 საათი გამომივიდა დაახლოებით, ნამდვილად არ რთულია, კარგი ძილი, მაგრამ საკმაოდ გამოძინებულად ხსნობ თავს. არანერვიულები და რაიმე პრობლემით, იდეალურად არის ყველაფერი. დღეს არის ჩატვირთვის პირველი დღე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება. რომ ჩვენი კუნთები ისე დავუტანოთ, როგორც საჭიროა და ყველაფერი იყოს თავის ადგილზე ხარისხი და ის ნიუანსები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია სცენის დღეს. შესაბამისად, დღეს გავიღვიძე, ფორმას შევხედე. კარგია სიმშრალე ძალიან. რაც გასაკეთებელი იყო ამ ეტაპამდე, ყველაფერი ჩემს 10-იანზე გავაკეთე. რო რა ყველაფერი იყო, არც ძალიან ბრტყელი არ ვიყავი, სიმშრალეც იყო, გუშინ თავი პოზიოვე და ვნახე და კი, რა თქმა უნდა, რაღაც ადგილები არის, რომელიც შესავსებია, ხათ შეიძლება კიდევაც გლიკოგენისგან, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ რაღაც პრობლემური ნაწილია ძალიან, არაფერი არ არის ასე. შესაბამისად, დღეს ვიწყებთ ჭამას. სასწაულად მიყვარს ეს პროცესი. ინი დაღუწერელია ჩემთვის, ისე მიყვარს. შესაბამისად, ყველაფერს განახევთ ყველა კვებაზე. დღეს 6 ან 7 კვება მექნება. თუ რა როგორ იქნება და რამდენი გამოვა. 10 წუთი გამოვედი ფეხით. ასე სხეულმა გაიღვიძოს, სისხლის მიმოქცევა დაიწყოს. შემდეგ განახევთ კიდე რას ვაკეთებ, იმისთვის რომ უკეთესად იყოს დღევანდელი დღე. და რა თქმა უნდა დღეს ვარჯიშიც გვექნება. ეს ყველაფერი იქნება ფამფზე მხოლოდ, არანაირი სტრესი კუნთისთვის. ასე რომ ყველაფერი იდეალურად იქნება. ეხლა ჭამამდე გვექნება ჯერ ყავა 200 მილილიტრი. მანდ წყალი დავლიე. რა თქმა უნდა დღესაც გაკონტროლებულია სითხის რაოდენობა. განსხვავებულად, მაგრამ მაინც ყველაფერმა გაწერილი. ამ გაწერას ვაკეთებდი საათები. ასე რომ ყველაფერი არის იდეალურად. ესე იგი, ხა დავასხათ ჩვენ 200. და რო გაგილდეს. დამატკობელი მაქვს. ეს კონკრეტული Applied Nutrition-ის ეს იქნება გამოიყენოთ. რადგან ეს დამატკობელი არც წყალს აკავებს, ზოგადად დამატკობლებმა იციან წყლის შეკავება რა, ბევრს თუ გამოიყენებ. ეს კონკრეტული კიდევ არის უპრობლემო ვანილის არომატია და ყველაფერს უხდება ჩემთვის. ესე 1 2 3 4 და 5 წვეთი. მეტი არ გვინდა. ასე ეს დაველოდები ცოტა გაგილდეს. აი ამაზე დავდებს ცოტა ხანი. და დავიწყოთ ახლა ჩვენი პირველი კვების მომზადება, რომელიც იქნება 300 გრამი ბრინჯი ბასმათი, სულ ბასმათს ხმარობთ და შესაბამისად არ ვცვლით და ისევ ბასმათია. 50 გრამი მოცვი, 10 გრამი არქის კარაქი, 2 გრამი მარილი, დარიჩინი აუცილებლად და 250 მილილიტრი წყალი. ახლა არის დილის 7 საათი. ეს კი პირველი კვებაა. შემდეგ კვებებსაც აუცილებლად გაჩვენებთ რა როგორ იქნება. ჩატვირთვა დღე პირველი კვება. ახლა კიდე ეს სასწაული მომენტი თქვენთან ერთად მინდა, რადგან ჩატვირთვა არის ყველაზე მაგარი მომენტი მზადების ჩემი აზრით. და ესეც ჩვენი მეორე კვება, რომელიც არის ვარჯიშის წინა კვება. 300 გრამი ბრინჯი, გაკეთებული ბრინჯის კრემად, 10 გრამი არქის კარაქი, 50 გრამი ბანანი, დამატებით 2 გრამი მარილი და რა თქმა უნდა დარიჩინი. ამას პლუს ზემოდან 250 მილილიტრი ყავა. შესაბამისად ამას შევჭამთ და 1 საათში გავალთ სავარჯიშოდ.
მოკლედ გამოვედით, ავტობუსის გაჩერებაზე მივდივარ. ახლოს არის სხვადასხვა დარბაზი. 15 წუთი უნდა მაქსიმუმ. შესაბამისად, მალე მივალთ და გვექნება დღეს როგორც გითხარით, ფამფისებური ვარჯიში მხოლოდ. ესეც ჩვენი ვარჯიშის შემდეგ კვება. გამოიყურება შემდეგნაირად. 300 გრამი ბრინჯი, 50 გრამი მოცვი, 10 გრამი არაქისის კარაქი, 40 გრამი პროტეინის соуსი, 2 გრამი მარილი, დარიჩინი და 200 მლ წყალი. შეამჩნევდით, რომ ცილა ცოტა გვაქვს, რადგან ჩატვირთვა არის. ჩატვირთვაზე აღარ გვჭირდება უკვე ცილები, ცილებს სხვა დანიშნულება ქონდა ეგეთ წინა დღეებში. ფორმა ძალიან კარგი იყო. ფამფიც იდეალური იყო, ყველაფერი ჯერჯერობით გეგმის მიხედვით მიდის. იმედი ასე იქნება ბოლომდე. ახლა კიდე ამას მივირთმევ, გამისვენებ, იმიტომ რომ სიარული მიმიწია ფეხით, მაინც ავტობუსები ისე ვერ დადიან აქ როგორც საჭიროა. შესაბამისად, ისეთ მეტი წყალი, რაც ფეხებში ჩადის, ისე უნდა გამოუშვა. ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი გეგმის მიხედვით არის, ასე რომ ვაგრძელებთ. ეს ჩვენი მეოთხე კვება, რომელიც არის 300 გრამი ბრინჯი, დამატებული ამ შემთხვევაში უკვე 100 გრამი ქათმის ფილე, 10 გრამი არქისის კარაქი, დარიჩინი, 1.5 გრამი მარილი და 25 გრამი ქიშმიში. დამატებით, რა თქმა უნდა, 250 მლ წყალი. იდეალურად გამოიყურება, ერთი სული მაქვს, რომ ამის ჭამა დავიწყო.
დააკვირდებოდით, რომ კვებიდან კვებამდე წონას ვამოწმებ, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, რადგან ვარ წონის ლიმიტზე. შესაბამისად, იმასაც ვამოწმებ, რამდენად კარგად მიდის ჩვენი ჩატვირთვა. ანუ არ ძალიან ბევრი არ უნდა მოიმატო, არ ძალიან ცოტა. ჩემ შემთხვევაში კანი არის ძალიან თხელი, ფურცელივით არის. წყალი საკმაოდ დაბალია სხეულში, ანუ კარგად არის გაყვანილი. მაგრამ ერთი პრობლემა ის არის, რომ ეს წონის ლიმიტი გვაქვს და შესაბამისად უნდა ვიყოთ ფრთხილად. ანუ არც ბევრი არ უნდა მოგვივიდეს, მაგრამ არ ძალიან ცოტა. დღეს პირველი დღე არის ჩატვირთვის, ხოლო ჩატვირთვა არ გვეჩქარება არსად, რადგან დილით არის აწონები და შემდეგ ისევ გვექნება მთელი დღე მისთვის რომ ჩავიტვირთოთ. ეხლა გვიწევს მეხუთე კვება, რომელიც იქნება ბრინჯის კრემი. დღეს გვექნება 7 კვება. მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთი კონტროლირებადი. არანაირი ზედმეტი ნახშირწყლები გადაცდომა არ იქნება. იმიტომ რომ ჩემს სხეულზე ეს მოქმედებს. მე თვითონაც კი ძალიან მიყვარს თვითონ ბრინჯის ჭამა. შესაბამისად, არანაირი მის მიზეზი არ მაქვს, რომ მე ბრინჯი შევცვალო. ბრინჯი, არქის კარაქი, ბანანი, მოცვს იმიტომ ხმარობ, რომ ჩემთვის ცოტა მჟავია, მაგალითად ანანასი და გადამუშავებისთვის არის ორივე ძირითადად კვებებში ხოლმე, რომ აი უკეთესი ნაწლავ სისტემა იყოს მოწესრიგებული და მოცვის ვარიანტი ავირჩიე მაგ შემთხვევაში მე. ასე რომ ძალიან ბევრი ამის აქვს დიდი მნიშვნელობა. არც რაღაც უნდა დააკლო და არც ძალიან გადაამეტო. ხვალ 11-დან პირველამდე არის აწონები. ველოდები მაგ პერიოდს, რომ წონა ჩავაბარო. რა წამს წონას ჩავაბარებ, მე ამოვისუნთქებ, შეიძლება ცოტა მეტიც ჭამოთ ხვალ. ახლა ძალიან გარისკვა არ შეგვიძლია. როგორც ხედავთ, ვართ ლიმიტზე ამ წამს, რო გითხრათ, ახლა 6 საათი ხდება. ლიმიტამდე დარჩენილ 600 გრამი. ხვალამდე სხეული უფრო კიდე გამოშრება, ბევრი რაღაცა მოხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი ასტკივა. ასე რომ, ახლა გავამწოდებთ შემდეგ კვებას და ეგ არის. გეფიცებით ეს კვება არის შედევრი. აი არ ვიცი, ამაზე მეტად თუ რამეზე გიждდებოდე და ეხლა მინდოდეს, არ ვიცი. ეს არის ბომბა. ესე იგი, ჩვენი მეხუთე კვება ასე გამოიყურება. აქ გვაქვს 300 გრამი ბრინჯი, გაკეთებული ბრინჯის კრემად, 50 გრამი მოცვი, 10 გრამი ქიშმიში, 20 გრამი პროტეინი, დარიჩინი 1,5 გრამი მარილი და 250 მილილიტრი ჩაი. გონი შიმშილობს და არ ვიცით, რადგან წონა კვლავ თითქმის იგივეა და ეს ძალიან მახარებს და ძალიან კარგიც არის. ჩატვირთვის პირველ დღეს ასეც უნდა იყოს, არ უნდა იცვლებოდეს მკვეთრად. ხვალ დილით 90% შემთხვევაში წონას უპრობლემოდ ჩავაბარებთ, ისე რომ კვებაც შეიძლება გქონდეს და წყლის ნორმალური რაოდენობაც და იმედი ასე იქნება. და შემდეგ უკვე ცოტა მოვუმატებთ ნახშირწყლებს. რა თქმა უნდა, ზომიერად, იმიტომ რომ ჩემს სხეულს არ სჭირდება რაღაც კატასტროფული ნახშირწყლები და ისედაც კარგად ვაწვდი და კარგადაც რეაგირებს. შესაბამისად, ეს არის მე-6 კვება, 300 გრამი ბრინჯი, 50 გრამი ბანანი, 15 გრამი ქიშმიში და დარიჩინი და 1 გრამი მარილი. დამატებით ყავასთან ერთად. ასე რომ ეს არის ჩვენი მე-6 კვება. უკვე მოსაღამო და 9 საათი დაიწყო და ბოლო კვებასაც მოვასწრებთ 11-ისკენ. მერე კი ვეცდებით რომ დავიძინოთ, რადგან დილით არის აწონები და უკვე იქიდან გავაგრძელებთ შემდეგ საქმეს. და ბოლო ნაწილიც ჩვენი კვების რომელიც ყველაზე გემრიელი იქნება.
მეშვიდე და ბოლო კვება, რომელიც არის ბრინჯის კრემი 300 გრამი, დამატებით 15 გრამი ქიშმიში, 50 გრამი მოცვი, 10 გრამი არქის კარაქი, დარეჩინი, 1 გრამი მარილი და 2 წელი ხლებცი. შია საკმაოდ მეტი ჩემელია, მაგრამ წონის ზღვარზე ვართ, 300 გრამი მიკლია. ხო როგორ გავიღვიძებ თანაერად არ ვიცით, შესაბამისად დილით ეგრევე რომ ჩავაბარებ წონას, მერე დავიწყებთ უფრო მეტად ჭამას. ასე რომ ჯერჯერობით ასე გამოიყურება. ახლა ამას შევჭამ. ვეცდები რომ მალევე დავიძინო და შევხვდებით ხვალ უკვე აწონებიდან. მოკლედ წავედით აწონვებზე. სახში ავამოწმე წონა და ლიმიტამდე დარჩენილი გვაქვს 0 გრამი. შესაბამისად ყველაფერი ნორმალურად იქნება და შევძლებთ წესის დარგით ჩაბარებას უპრობლემოდ. ასე რომ ნახოთ, იმედია წონა ჩაბარებული იქნება სულ მალე. მოკლედ მოვედით. ეხლა ვლოდებით 11 საათს, რომ დაიწყოს უკვე რეგისტრაცია და მერე ჩვენც მოგვიწევს შესვლა. ეს გამოიყურება ჩვენი ხვანდელი მედლები. საოცრებაა რა. მე რაღაცები. წონა ჩაბარებულია, ყველაფერი იდეალურად არის. ველოდებით ხვანდელ დღეს. ასე რომ ნახოთ რა იქნება. ესე იგი, ერთი დღით ადრე ჩემპიონატამდე. ხვალ დილით 9-სკენ მაქვს გაგრიმოა და ჩემპიონატი დაიწყება 10:30-ზე. 10:30-დან პირველის ნახევარამდე გაგრძელება, ასე რომ დიდი დრო არ არის. ყველაფერი სად უნდა იყოს, დაუცილებლად იქნება. რაც დამჩენი არის ის, რომ გავაგრძელო ჭამა, იმისთვის რომ მაქსიმალური ეფექტი გქონდეს სცენაზე. დანარჩენი რა იქნება უკვე ღმერთმა იცის. მე მაქსიმუმი გავაკეთე და დღესაც გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს, იმისთვის რომ ბოლომდე კარგი ფორმა მივიტანო. დანარჩენი მოდ მივენდოთ. ასე რომ შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში. დიდი ალბათობით და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკვე მეტლით. ასე რომ ახლა დაგემშვიდობებით, ხედავ საკუთარ თავს და ვიცდები მაქსიმუმი შემოგთავაზოთ.